დღეს ამ შვენიერ მზიან და წვიმიან ამინდში მე ძმაკაცმა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მანქანებთან საერთო ენის გამონახვის და ბუბუმ, რომელმაც ზუსტად იცის საბურავის თითო მილიმეტრი როგორ მოჭიდოს ასფალტს გადავწყვიტეთ, რომ მოგვეძებნა 3 ექსკლუზიური ელექტროავტომობილი და მოგვიყვანა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გასატესტად. ვიზუალურად ცოტა ნაცნობია, ხო ეს მანქანა? ეს არის IM L6, რომელსაც აქვს 776 ცხენის ძალა. წარმოიდგინეთ, თითქმის 800 ცხენის ზალა აქვს. და ვიზუალურად თუ გეცნობა, იმის გამო გეცნობა, რომ Aston Martin-ის დიზაინერებმა იზრუნეს ამის დიზაინზე. ეს ამოვიყვანეთ ალბათ ნახავდით E-Motors-ისგან და დღეს გვეყოლება ყველაზე ძლიერი ავტომობილი, ჩემი აზრით ეს, იმიტომ რომ არ მგონია რომ ამაზე ძლიერი რაღაც მოიყვანონ. ყოველ შემთხვევაში შევხედავთ რა, ეხა ჯერ ველოდებით. ძმაკაც გზაშია და ბუბუსაც ველოდებით და შევაჯამებთ ერთად ვის უფრო გზელი ჭუჭუ აქვს. 1 საათი დააგვიანა, 1 საათი. არა, ჩაქრობაზე რა უცნაური ხმა აქვს, აი მეტი. მაშველი გააქვთ? ყველა ბრენდს ველოდი, ანუ ყველაფერს. დაჟე McLaren-ზე და რაღაცაზე ვფიქრობდი. მაგრამ შენ მე და ეს და ლოგოსთან არასდროს არ წარმოვიდგენდი რომ იზმაკაცებდი. არასდროს ჩავიდეს. ოღონდ მართლა. არა, ნუ სიმართლე რო გითხრა ვიძე არის, კი? კი, ვიზუალურად არაჩვეულებრივია. სუქნებზე გათვლილი არ არის. აჰა. რაც დავადგინე. ხო, იმიტომ რომ ბაშველი ვიდა რომ გადმოვიდე მაგაი. ნუ ასაკის თავისაშრება, მაგრამ მოიგ მესმის. ჯანზი არის, კი, სხვათა შორის, ანუ ეს დინამიკა მიდის, მკვდარზე ვენოკებით არ არის. ეკაია, უკვე კაია, იმიტომ რომ აქ საკმაოდ ძლიერი მანქანა ყავს და არ მგონია რა მგეშველოთ. ხო, რამდენადაც გავიგე, წინასწარ მე მგონი განწირულები ვართ, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ეს აუდი თავის აღმატებულება 4, მატრო, გასრება, ჩასრება, რამე ჯერმანი 522 აქვს პიკურად, როგორც ვიცი რა, ამ ვერსიას. ხო და რამდენად რეალურად იქნება თან მაგ 522 ცხენს როგორ დაიტანს საფარზე კიდე ცალკე საკითხია და. იმიტომ რომ საინტერესოა აუდის ქარხანამ როგორ იმუშავა, რომ ეგ ცხენები რეალურად ასფალტზე გადმოიტანოს. ანუ ეგ მოდი ეს რა ქვია, თქვათ უბედური ჰეითერივით რო არ გავამივიდეს, აუდს ეგ ყოველთვის ქონდა რომ ცხენები საფარზე დაქონდა კარგად და აქ რა სიზავს ძალიან საინტერესოა. გამოჩნდება ყოველ შემთხვევაში. კაი, ჩვენ ველოდებით ახლა მესამე დრაგსტერ ბუბუს და ეგ არის პრინციპი შეგვიძლია დავდოთ. ხო, იმას თან დრაგში კაი გამოცდილება აქვს. ხო, ჩემზე მეტი, შენზეც მეტი. ჩემზე მეტის და შენზე. ყველაზე მეტი. კი. საინტერესოა გამოჩნდება თუ არა ეგ შედეგებზე. ნახოთ. თუ მაგრამ როგორც ის რა ქვია, ვინდროსელი იყო და მნიშვნელობა არ აქვს რა მანქანით ხარ. თავარია ვინ მართავს. ვინ იყო და? ვინდროსელი. მათგი ჩემი კაცი, ვინდროსელი. ეგ არ გაქვს ეს მიმი ფილმი რო აქვს გაკეთებული? მიმი აქვს ფორსაჟის გაკეთებული. ვინ დიზელის მაგერ ვინდროსელია, მსახიობს ქვია პირდაპირ ვინდროსელი. არ დავფიქრობდი რომ მე ეხა ის უნდა დავკატოთ და ამოვიღოთ და უნდა გადავიდეთ. არა, მსგავსი აი თლიანი საათნახევრიანი მიმია გადაღებული. აი, მოდი გაიჩითა ეგაც. ძალიან ლამაზი ფერია სხვათაშორის. კი, და სხვათაშორის ეს პორში ძალიან მომწონს. და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს. ეს ფერი და ის ფერი ერთმანეთს ძალიან უხდება. და ერთი მურმანის ეკალი ყავს აქ. და რა ვქნა იყო საშუალება და რაღაცა მატოვი მანქანით ვარ წარმოდგენილი. გამარჯობა. ხდება სხვათაშორის და ძალიან ვიძია. Porsche Taycan-ი, როგორც მივხვდი, სრულად ელექტრო, ხო? კი. Porsche Taycan 4. 4, ოკეი. და რამდენი ცხენი აქვს? 400. გეტყვი რა, 70. ცხენებზე, იმიტომ მივდივარ, რომ მე მგონია, რომ ყველა ძლიერი მანქანა ეგრეა და კი. ყველა ძლიერი მანქანა აქვს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დრაგის დავდგეთ ძმა სერიების ოფიციალური წარმოდგენი არის კომპანია Sokar. რა მაგარ ვიძია.
ანუ ძალიან ვიძე არის რა. ხო, შიგნიდანაც ძალიან მაგარია რა. სამართავად ძალიან სასიამოვნოა. მე როგორი შეგრძნება? წეღან ხო თქვი უკვე. გადაღების გარეთ, ანუ მანქანაში რო ჯდები, სხვა არის რა. ანუ სხვაგანაა რა. ის სხვაგანაა წასული. ის იგრძნობა რა სხვა განზომილება. კი. ხო, როგორ გამოიყენებს ჩვენ ცხენებს Porsche? მოკლედ, მე რასაც დავაკვირდი და საინტერესო რაც არის ის რომ ანუ ყველა მანქანა, Audi-ც, IM-იც, Porsche-ც არის ცოტა მძიმე კლასის მანქანებია, იმიტომ რომ დაახლოებით მე როგორც ვიცი 2 ტონასკენ უნდა იყოს ყველა. ცხენებში სხვაობები გვაქვს, მაგრამ საინტერესო არის ის რომ სხვადასხვა ბრენდები როგორ მუშაობდნენ აქსელერაციაზე, იმიტომ რომ ვიცით რომ რაღაც 450-500 ცხენის მერე ბევრი მანქანა ბუქსაობს ხოლმე. თან ამიდმა არ გვაცალა და ცოტა ჩამოწვიმა. ნუ ჩვენთვის უკეთესი. შენთვის უკეთესი? კი. მონოა? უკანა წამყვანია. არა, არა, ადროა. 4-4-ზე. ჩემთვის უკეთესი, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები ცხენი მაქვს მე. აჰა. და მაგრამ ყველაზე დიდი გამოცდილება. ყველაზე კარგად მოვჭიდე. ახე, ანუ რაც ყველაზე მინუსი ქონდა, იმაზე გაამახვილა ყურადღება. არა ძმაო, მოიცა შენ ხარ მეორე ადგილზე გასული მახსოვს და დრაგზე და პირველ ადგილზე მეორე ადგილზე. დაგვერხა. ლიდერბორდში ორივე ადგილი ჩემია. წავედი, ჩემი კაცი. ეგ ჩვენ ლიდერბორდში მაგრამ ოფიციალურ ჩემპიონატებზე? ოფიციალურ ჩემპიონატებზე და ბოლოს აღარ ვარ მეორე ადგილზე. ხო, ცოტა დავბალანსე. მაგრამ ვიქნები. თქვენ თუ მოგინდათ მსგავსი ავტომობილი შეგიძლიათ ხო ავტო იმპორტს მიმართოთ, გადახედოთ კორეაში და ასევე ამერიკაში შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი და ჩამოიყენოთ საქართველოში. პრომოკოდი ხერო არ დაგავიწყდეთ, აქ აუცილებლად გამოიყენეთ, როდესაც მიმართავთ ხო ავტო იმპორტს. კაი, აბა, დროები გამოვუშვით. აი ამას. სავარაუდო? თამას. კაი, ჯერ თქვენ თქვით. მე 1-2 გავიარე და ანუ შეგრძნებებით რაღაცა ვიცი. აი, მიდი თქვენ. ჩემი ვარაუდები მაქვს. მანქანა ამ საფარზე. ეხა აი ამ კონდიციაში რო წვიმს და ამბავ 12 და 3-ში. 400-ს? მივიდა არა, ბიჭია. ბევრი მოვიდა. 12 და 3 ცოტა ჟინათ არის. არა, არა, 11 და 7 არის ამის დრო. ეხა კი მოიც კიდევ ვთქვა. არა, ბევრია. და 7. კაი, 11 და 7 1. ხო. შენი აზრით? კონკრეტული ვთქვა? ხო. მე ვაპირებდი ნაკლები თქო, მაგრამ კაი, რადგან ეგრეა სიტუაცია, მე ვიძახი 11 და 5. ხედა. მე ვიძახი 12 და 3-ს. ბევრია, მაგრამ ისის გასათვალისწინებელია, რომ ელექტროა და მაღალში ვეღარ მიდის საერთოდ. გავიგე, მაგრამ უფრო 200 ვერ არის 400-ზე. უეჭოს ვერ არის. ოღონდ ვისე მოწყდა წეღარ მე მგონი რომ უეჭოს ვერ არის. აი ჩართით რა. დავი, გავცხოთ. ერთი, ორი, სამი. სისტემას ადევნებ ხალხურს. ტეკ როგორ უჭერდა? არა, მაგრამ წავიდაც. წეღან ესე ვერ წავა. წეღან წეღან მომეჩვენა რომ უფრო მოწყდა. შენ მოხვიდოდი, მე და ძმაკაცმა გავტესტეთ და ესე ვერ წავიდა. ძალიან მაინტერესებს თან ბევრი ვიბუქსავეთ. ერთ ვცდი კიდე რა. ვაიმე, მიდი პატარა, მიდი. ისე საყაროდ თქო არ შემიძლია ხა. მაგის უფლება არ მის. მოკლედ, დროებს რაც შეეხება, ყველა დროს დრაგს რო ჩავატარებთ, მე ყველა დროს გამოვიტანთ და განახებთ რა. უბრალოდ ეხა არ მინდა რომ რაღაც ვარაუდები გამოთვალოთ. წინასწარ. მაგიტომ შევინახავთ. დავაი დაცხე, აღარ დაგიწვი, რო არ დაგაფრინო. წეღან დიეთასო. ხო, სხვანაირად წავიდა ეხა. მეტი იბუქსავა წეღან, მაგრამ უკეთესად წავიდა. მოკლედ, დღეს ვიღებთ დავდგეძმა სერიებს, ჯგუფში ხო გახსოვთ? თქვენი ავტომობილის ფოტო რო შეგიძლიათ ატვირდოთ ჰეშტეგი დავდგეძმა. ესეთი მანქანები თუ გააზრეთ, უეჭველი მოვალთ აქ, მსგავსი რაღაცები რა, გვევასებთ ახალი გრაფა გამოვიტანე დავდგეცმაში ელექტროავტომობილებისა. არ არის რა? EV. ეგ ძალიან საინტერესოა. რას ფიქრობ, თემ მანქანას რა დრო ექნება? ხო, ძალიან საინტერესოა და მე ჩავსვათ ეს დროები.
ვინ იყო მართალი? იქიდან გამომდინარე, რომ ეს უფრო ძლიერია ვიდრე ეს. ლოგიკა. წესით 11 ნახევარზე ნაკლები უნდა გქონდეს. დრო. წესით 11 და 3. ვიფიქრობ, რომ სადღაც 11-საც მოაბავს თავს. 11 ძალიან სერიოზული თუა. კი, ვიცი. მე ვფიქრობ, თუ არ გამოგხსავდა და ბიჭო, მაინც ახლა დაიწყო. სისტემა თუ კარგად იმუშავა, მარსი გადმოვიდა ვენერას პლანეტაზე. იმუშავა 10-900-ას დაწყებს. ოკეი. ანუ ჩემთან ძალიან ახლოს არის. კი, აი ეხლა. კი. მე ვფიქრობ, რომ ანუ ეხლა ნახე, არ გვივლია, არ მიგზნია, არ ვიცი რას აკეთებს. რაც მოყევით აქამდე, ჩემი ვარაუდით უნდა იაროს დაახლოებით მაგ დროში. და პრაქტიკაში გამოჩნდება დანარჩენი. სანამ გაწვენდა, თორემ მეც უნდა პრობლემას არ ჩემი არ გიხსოვს. არის ისეც არსად არ მიდის და დიდი აზრი არა აქვს. დავაი, დამითვალეთ და რეაქციაზეც გავტესტავ. 1 2 მე მგონი ცოტა ადრე დავატორმუზე რა, იმიტომ რომ მაინც მიუჩვეული მანქანაა და არა, ადრე დავატორმუზე. ადრე იყო მე მგონი. მაგრად დაგერხათ, მაგრად. აბა მოყევი. აუ. ანახე. კაი, გასაგებია, მე მგონი ცოტა შარში ვართ, აი. არა, უჩვენ. და პატარა შარში ვართ. წარმოიდგინე მე როგორ შარში ვარ. ხო, წარმოვიდგენია, შენ დაჟე ისეთ შარში ხარ, რომ Insta360-ში არ გამოჩნდები. კადრი არ გვექნება. თუ კიდე შენი გასვლა ვაფშე არ გადავიღო. ბიჭო, ან ამდეში 12 4. მეტი? 13. აი, ერთი მაინც ხო უნდა გავარტყა რა. 13. 13. აჰა, მე მითქვია. ნახე რა ვიზია. აი მე როგორ უნდა იარო 3-ში მithყავ. ნახე რა საყვარლობა. 0-100 აგერ მე, აგერ დრაგი და აგერ პორშე. ნახავთ ცოტა ხანში. 0-100 ამისი არ მომეწონა იქ და ჩემი აზრით იქნება 4. მეტი. 4 ნახევარი მინიმუმ. ეს რაცია არ მინდა დავსუბუქდები. აი კამერას ო, რაცია დატოვა წონის მქონდეს, მაინც რომ რამე რომ დაგჭირდეს, დაგვიძახო, ჩადეი გვერდზე. როგორი დრაგსტერული სული აქ. რაცია დატოვა, წონა არ იყოს. ეს არაფერი არ არის. ნაჭამი უეჭველი. არც არ დალეული. მიჭამია. ჩადე. რომ რაღაცა რო იყოს, დაგვიძახო. იქით კანზე დააგდე და არ წავალ. ვერ ჩარდება რომ რამე იყოს. აი მე. მზად ხარ? მიდი მოგაწვევი. 1 2 3. ეგა. რაღაც 0.1 ეგა ნახე. გამოვიღე ხა. რა დროშიც წავიდა 0-100. შენი დამსახურება იქნება მინიმუმ 0 წავს ვაკლებთ. დროს ნახავ ეხა მე, ოღონდ თქვენ არ გეტყვით. საინტერესოა. აბა, თეორიული შანსი გვაქვს. ვისა გააჩნია? შენ იმედიას მაგასთან იძახი. რისი შანსი? გასის აუტო გაჩეკავს, შენი იგივსავდეს. ვერ გაჩეკავს, რავი არა აქვს. პრაქტიკულად შანსი არ გვაქვს. დროები? რამდენი? რას ვიქნებთ? ხო თქვით წეღარ. ხო. აი რას თქვით ცოტა მეტია. გითხარი? ძალიან საინტერესოა. არა, დრაგი შედეგი წინასწარ მეგონი ყველა ვიცით უკვე, როგორც იქნება. და ეს ის შეთხება, როცა ბოლოზე გადიხარ. დრაგში იგი შეათად ხდება შეშეთხოვაში, მაგრამ მე მგონი მოგვიწევს. ვისაც ყავთ შიდა წვის ძრავიანი ავტომობილები, შეგიძლიათ მოსინჯოთ იტალიური ხარისხის ზეთი. პაკელო, რომელიც ჩვენ უკვე ჩავასხეთ Honda-შიც, E39-შიც, Silvia-შიც
ყველგან ტესტავთ, გვინდა რომ თქვენთვის საუკეთესო პროდუქტი ავარჩიოთ ყოველთვის, ხოლო მისამართებს და ლოკაციებს რაც შეეხება, აღწერაში იქნება ყველა ის ლოკაცია, სადაც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ზეთი პაკელო ზეთით. ამ მანქანასთან ისე მოვდივარ, თითქოს მე ვიჯდეს საჭესთან. გაგიცვლი. არა, იყოს. ალბათ ნუ, მარტო ყოველ დრაგზე. შემთხვევაში, მარტო დრაგზე. ისე არა. მინიმალისტური გადაწყვეტაა შეხედეთ. არაფერი არ არის. ო, სხვათა შორის. ყველაფერი მონიტორზეა გადაყვანილი. ეს ყველაფერს ვისი საშუალებაც იყო და არის. აქ არის, რასაც ხედა, ორი მონიტორია, ერთი ძირითადი მონიტორი. ეს მონიტორები არ არის? ეს მონიტორია, კი, ერთი. ყველაფერი Porsche? მონიტორია. Canon display? არა, მონიტორები არ არის. არის, სხვათა შორის ძალიან ესეთი. არა, ნახე, აქ Apple იქნება, CarPlay იქნება გადმოტანილი, რომ გზავრმა კომფორტულად იგრძნოს თავი და პლუს. просто სიმართლე გითხრა, აი გაყოფილი რო არის და იმენო ორი მონიტორი რო არის ჩაკვეხეული, ისეთი პონტია რა. დიდი გინდოდა? ხო, ოღონდ, ნახე, F80-ში როგორც არის, რესტაილინგში, ეგ დიდად არ მომწონს, იმიტომ რომ აქ ამოდის და ის არაა გაყოფილი. მაგრამ და არ მოგწონს? დიზაინში არდეს. აო, კაი. ნახე, აგურით ამოშენებული და ხა. აგორით არაფერი არ ჩანს. თელი BMW-ს კარხანა გადატრიალდა, ეხა იმენა. ეგრეა, ნაჯახი და ჩამოწვა. და აი იქიდან რო უყურებ და აქედანაც ყირებით არის ჩამაგრებული. მარა სტილის პონჩი ეს კაია. მე მომწონს. აი იმენა თან Porsche-ს მაგრად უხდება მრგვალი რაღაცა. просто ეს ამდენი მინიმალიზმი ჩემთვის არა. ეხა განახოთ. თავი საოცრება. გვერდზე არ მზარო სხვა შორის არის დროს. რას ვეძახი დიდს? აი დიდი, ნახე. რამდენი სანტიმეტრი იქნება? ეგ არის ზუსტად. ძალიან დიდი ხუმრობა მომივიდა თავში ასე. სანტიმეტრი დისტანციაზე ჩამოსაგებს და გავჩენდები. ოკეი, კაი. ეს არის რა ქვია. არა, საკაიფოდ. ეს საჭე გეოსება? არა. მე თავიდან ვერ მივეჩვიე, მაგრამ მე დამევასა. დამევასა იმ პოჩი რომ ხედველობა აქვს, მე უკეთესი რა. თუმცა ეხა დრიფტში და ეგეთ თემებში რო გითხრა, ამ საჭეს ვერ გამოვიყენებდი. თუმცა ქალაქში გაასწორა. ქალაქში არის ამით? მოსატრიალებლად ადვილია. კი. რა მაგარი შეგრძნება იქნება, ამას რო ყიდულობ რა ახალს რო მიდიხარ, თან რო იცი რომ მანქანას რო გამოიყო და 7-დან ხარ გარანტიას გაქვს, ყველაფერი გაქვს და აი ამ პარკებს რო აძრავ. ბაზარი არა. კი. პირველი პარკის აძროვის ეფექტი, თან ამ მანქანების ყველაზე მთავარი მოყავი ზოგადად ერთი ჩინურების ხო ის არის რომ იდეაში იღებ იგივეს, რასაც პრემიუმ ბრენდში ოღონდ გაცილებით იაფად. კი. ხელი ჩანაფიქრი ეგ არის რა. კი. შეიძლება იდენტურად იგივე ვერ მიიღო რა, ახლოს ხარ ძალიან. ბაზარი არა. და ეგ მაგრათა სწორებს. ნუ ყოველ შემთხვევაში გარანტიაზეა, ნუ 6 წელი აქვს. 180 წელი? 6 წელი და 190.000-მდეა გარანტია როგორც 190.000 კილომეტრი ან 6 წელი? ხო, კი. მასე რომ მაგარი გარანტიაა ძალიან. შეიძლება თავისუფლად აი, იყო. იცი რა მაინტერესებს? რომელს ყოლია 6 წელი ერთი და იგივე ავტომობილი და 190.000 კილომეტრი ერთი და იგივე ავტომობილი? ერთ წელზე მეტი არ მე ვიცი ვისაც ყავდა. მე მყავს Honda Civic 10 წელია. ოკეი, რამდენი გაიგე? აუ, მაგრამ 190 არ გამივიდა, ნაკლები გავიარე. ეს რო ახალი გეყიდა, ეხა გარანტიაზე იქნებოდა. 6 წელი ვაფშე არ ინერვიულობ. არა, გარბენით გარანტიაზე იქნებოდა, თუმცა 10 წელი არ არის, 6 წელია. ხო. ეხა, მოიცა, ეხა ერთი წამი. აი, წარმოიდგინე, ვიღაც ძმაკაც მიყვები და წინ ვიღაც, ნუ, ქალბატონი დაждდა და არ გინდა რომ წართო ადგილი. ეხა აი აქ დაждები? ვერა, შასი გინოცადო? მინდისად. შასი არ არის, გამორიცხო, შენ ვერ დაждები, მე კი არა. ბიჭო, აი გააფუჭებ გადმოდი და მევეთავ. ნახე, ფეხი არ ჩამეტევა ფიზიკურად. სიგრძე. შენ გამოწიე ესე უკან, ძალით? რავი, მან ვიჯექი, რა ვიცი. ამატარა. აი, იქით მე ხო არ ვზივარ, იქით სადე. არა, ნახე. ფეხს ვერაფერს ვერ უშვებ, მართლა გემოვნე, დამშა. ანუ, არის ფიქრო რომ ეხა რაღაც ძალით ჩვევდი და რაღაცებს მაიმუნებ. ანუ, უნდა ნახო როგორ შეიძლება. აი, მაგ სავარდაში როგორც არ. ანუ ანუ მეორე ვერ შევდი გამეკვანძა. ესეთი მოქნილი თუ იქნებოდი არც ვიცოდი. მოდი გადმოდი, შეხება არ მოიწ. ო, ჩემი კაი. მივხვდი როგორც უნდა დაждე. აი ესე. იმიტომ რომ პოტენციალი გაქვს. და წინას სავარძელი გავწიო? ახ, ჩემი კაი. ეხა უყურე, ხო არაფერი გაგვინძრევია რა, ანუ არაფერს არ შევ. აი, ნაწილობრივ ეხა შენი ბრალი არის. შენ ალბათ გიყვარს ფართოდ ჯდომა და მაგის მე ბრალია. დავждები წინ. ხო არაფერს არ შევშებიო.
სრულში გავიჭერ. ანუ გაშვებული მაქვს ყველაფერი. კი, მსუქანი ვარ, ვიცი, მაგრამ ეგეთიც არა, ანუ ზოგადად ავტომობილები ხო. ზუსტად ჩემ ზომაზე ვზივარ. ანუ ის არ არის უკანასავა, ან ნახე საჭეზე როგორ მაგხელი, ანუ იმ პოზიციაში ვზივარ, ამ პოზიციაში საჭესთან უნდა იჯდი ადამიანი. ყველანაირი გაწევრების და მაიმუნობის გარეშე. კი, მეც ვერ ვიტყოდი, რომ უფრო ახლოს უნდა იყო, არა, არ უნდა იყო. მეც ვერ ფეხის ნახე ფეხის მდგომარეობა, ზუსტად იმ მდგომარეობაში მაქვს. ფეხი რა მდგომარეობაში საჭესთან უნდა გქონდეს რა, ანუ მეტი წინ ვერ მივიწევ ფიზიკურად, იმიტომ რომ მე ესე გამეჭდა. ეს გამო, მოიცა, აუდი, ეს შენს გამო მოჭრა, ხო? კი, მაგაზე ფიქრობდი რომ ის ვერ დაამოღამეს რომ როცა მანქანას ვაჩერებ და გადმოვიდოდ, აქ უნდა დააყენოს რომ აი გამომეტიოს ერთი აქტი. ეხლა მოგორე გადმოს. წელი ჩემი 37 წელი ჩნდება ეგრევე აქედა რომ მე წარმომიდგენია, ეხა, როდესაც აი მანქანა შენ ჩაჯდები და სახში რაღაცა დაგრჩა. არავალ, შანსი არა. რაც შეიძლება იქნება, ანუ გამორიცხულია, არავალ. პირადად გზნობ მე ამ ყველაფერს და ძალიან წუხარ. შანსი არა. 100 მას ჩელენჯი ვინც უყურეთ წინა ვიდეოში, იქ ქონდა სუვენირები, რა წინასწარ არ ვიცოდით რას გავათამაშებდით და ერთი კარტოფილი და ხახვი გაიჩნდა, რომელსაც არ ვათამაშებთ, სირცხვილია უბრალოდ და მეორე იყო 200-ის უკანა ფარები და 200-ის უკანა ფარებზე რამოდენიმე ტიპმა დაწერა რომ მჭირდებაო, მართლა მჭირდებაო, მაგიტომ ჩვენ რენდომაიზერით იქამდე ავარჩევთ ვინმეს სანამ კომენტარებში არ შეგვხვდება რომ უკანა ფარები ჭირდება ადამიანს და ეს გამარჯვებული იქნება უბრალოდ აქ გამოტანილი და ესე იგი მართლა გჭირდება შემოძვაო. თორემ მაგის გათამაშებას არ ვაპირებდით რეალურად. დიდი მადლობა კიდევ ვინც დააკომენტარა და ვინც გამოხატეთ ემოციები იმ ვიდეოზე, ძალიან გაასწორა. მოკლედ ხერო არის ძალიან ჩქარი რა, აზრი არა, იმდენად ჩქარია რა. ხო და ძმაკაციც ჩქარია, მაგრამ უნდა ვეჭიდაოთ და ჭკვაში უნდა ვაჩუბოთ რა. და იმედია ორივე ზაეზე ერთზე წავალ, ან ორზე. ერთზე თუ წავედი, ხეროს მაინც ვერ ვაჯობებ. ორზე თუ წავედი, ძმაკაც ვაჯობებ რა. და რა ვიცი, იმედია გამოვა რამე, ნახოთ. და კაცე, ბიჭო, აზრი არა, ძალიან ჩქარებია. ძმაკაც, შენთან არ ვიცი როგორ არის, უბრალოდ აქ როგორ არის, იცი რომ ლანჩ კონტროლი ოფიციალურად არ აქვს და გაზიდან გაზ ბოლომდე ვერ აძლევ, ლანჩი არ არის. და ტორმუზზე რომ გიდგას მარცხენა ფეხი და უშვებ, დაგვიანება აქვს, მერე მიდის რა. შენთან ასე გრია? სანამ ბიჭები თავიანთ მანქანებზე ლანჩს იპოვნიან, ჩვენ შეგვიძლია კროკოს უგემრიელესის სნეკები მივირთოთ. ლანჩი ეგრე ამასაც აქვს, მაგრამ ანუ მაგას შვება ზუსტად რო ლანჩავ რა. იასნა. ანუ შენი ძახი წონის ბრალი არ არის. არა, ჩემი ზედმეტი 50 კილოს ბრალი ვაფშე არ არის მან დარაფერი. სამი. აი ბიჭო, ეგ არის რა. ვაიმე. ოპა! მიდი, ცოტა შენია ყველაფერი და გამიარა ხერო. არ გვიშველა, ორზე წასვლამ არ გვიშველა. მოიცა ცოტა ემოციებმა გადამიაროს და მერე ვიტყვი ყველაფერს. მოკლედ, გინდა თუ არ გინდა, კამერასთან საუბრის დროს, აი ამ გადატვირთვებს რო გზნობ, წესი რომ თუ ელო ლაპარაკობ. ანუ ეს რო იცოდეთ, წარმოიდგინე გაკეთებული BMW F90 M5 რა, როგორც დადის, გაკეთებული არა სტოკი დადის დაახლოებით ესე რა, გაკეთებული. იმდენად მოქმედებს, რომ მე ცოტა დამშვიდება, ან მიჩვევა გჭირდება. ესე მარტივად არ არის. აიზდაგე. აზრია, სანაირა. ბუბულა იხულიგნა, არა? ხერამადის. შანსი არ არის. Adiós, muchachos.
Короче, აზრი არ აქვს, რა. სასწაულია იმე. არ გამოგივიდა ბუბუ. მოკლედ. არა, რასაც ვეოდით ის მოხდა. ბუბუ აღარ მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვესადე და ბევრი ვიწვალე. შენ მაინც გადაგასწრო, ხო ეხლა? ანუ ფაქტია, რომ ბევრი აქვს ცხენი რა, ძალიან მაგრად დადის. და სისტემას მაგრად მუშაობს, იმიტომ რომ თავიდან მქონდა ის დიგ, მაგრამ ეხლა ვაფშე აღარ აქვს ეგეთი რაღაც, ძალიან სტაბილურად. და ყველაზე კარგი რაც არის ჩერდება. ანუ მე სიმართლე გითხრა, არ ვადგავდი ტორმუს ბოლომდე, იმის გამო რომ მეთქი არ შეხვდეს ვინმეს უცბად ჩემი მანქანა რა. თორე წეგან სატესტოზე ისე სწრაფად დავატორმუზა და ისე სწრაფად გაჩერდა, ავარიულშიც გადააგდო დაჟე, თვითონაც იმ სიმებს. ფაქტია, რომ პორშეზე კაი ტორმუზი აქვს. ხო არ დაგვეთესდა გოხრუჭი. ფაზი. ბიჭო, წინ მივდიოდი რანაირად მომდევდით. ბიჭო, მაგას ყველაფერი რიგზე იყო? ბიჭო, თქვენ რა ვერ გაიგეთ, რომ იდეალურად სწორად ვერ გაყვები გვერდზე ამ 60-ით. ან სათითაოდ 60-ით კრუიზით უნდა წამოვიდეთ მართლა 60-ით და ისე დავატორმოზოთ, ან ესე აბდოუბ და წინ დავკარდავიაროთ გვერდზე და აი, ეხლა 60-ით მოდიოდი. 1 2 და 30-ში და ტექნოლოგია! ამჯერა! რა გაჩერდა? ტორმოზა. უკან მოვაგორე შემსყვა. ტექნოლოგია. მოკლედ. მე როგორ სტარტავდი ებიზი ატორმოზე. სტარტში თუ ვერ ვიპარო ტორმოზშიც მოა პრობლემა არ არის. ისინიც ხო გვაქვს. ესაც ხო გვაქვს. 1000 კამერით ხო გვაქვს. კი. გადაღება გადაწყვეტ. და ხალხმა გადაწყვეტა. ბაზარი არა. 400-ზე ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რეალური სიტუაცია რაც ხო, ეგ გვეჩვენებინა რა. ეს შევთხოვა რომ აუდიტ ისა რა ქვია ამაყივარ სადღაც პირველ შემთხვევაში ცხოვრებაში მოგაბრუნო აუდიზე არა რო გავხდები ანუ ნახე რუსა და სტოიკას შორის რო გავეტევი ადამიანურად მე ბაზარი არა დიზაინი კაი აქვს ტორმუზი კაი აქვს ბაზარია და აჩქარება ძალიან სასიამოვნო აქვს მაგას ვთქვი ხმაც ხო ნუ რას ერვას კი ბატონო მე ამის ხმაზე მეგონა იძახთი და ცოტა ავიჭერი ვეთქი რა ხმა ხმა მარტო ამას აქვს ეგ შეგიძლია არა ცოტა შორის იმ პორშესაც აქვს როლანჩო ამას ნახე მენიუდან ექნება ხა ამას ჩართული mood views-ზე სავარაუდოდ რა ანუ იმასაც ექნება ეგ ოფცია რომ ჩართო ხა ამას არ ვიცი აქვს თუ არა საერთოდ ჰინკის თუ რაღაც კაი მოკლედ ეგ იყო მადლობა ძალიან სასიამოვნო დღე იყო ჩემი მოწვევისთვის მადლობა შენ რომ მოგიწვიეთ კი არა და მოგვიწვიე მე დასვისავ ახლა გეუბნები აი ამით ვაჩქარდები რო გააჩერებ კამერას ვეღარ ელაპარაკები წესია აუ მართლა წამო გაგვაკატავი რა ძმაო რა ვერ მოვჩით ვიდეოს მე არ ვიდა მეგვერდზე დავждები დავაი დაჯე აბა ნახოთ ბუბუს აღშევთავ ჩემი მაგრა დაждდა მომენტს ჩემი მაგრა დაждდა მოიტა კაცო ოშე დაждდა მტყობარიყო და დენი არ იყო ეს ზატენილი და მაგით უმართობა და ბიჭო მაინც ერთი წამი არ დაადგა მომემზადო ეცუთი ახლა ნახე იქ რომ დავკეცავ რულს რომ მოვატრიალებ მანდაც ვნახავ მე რა მაინც მოსახოვში აფრია მოტრიალებას და ახლა ეფექტი ძახი უმბარა ჩაშლის ხმა იმას ისები ანუ ნახე უყურე დაუნაქნა აუ რა გემრი 60 რაღაც 50% დაადგი გაზ ფეხი არ დავარტყმევინო ხო არ დაარტყმევინო და მე ორივე ერთად უნდა გაკეთო არა მახსნევინა იმენა ვახ ჩემი ორივე სამაგიერო გადამიხადა ადამიანურად ჩერდება
აი მასას თუ გამეხონო, ხო სიკაცევა თქოს. მამაკაი მარტო რა. შენ ვერ ძრავდი შე. გეპიცები თუ შენ დაგეთ. როგორ შეიძლება? ფაქტიურად სამი კაცი დაიმატო მანქანაში და 3-6-ში დაძრა 0-100. იგივე დროში ასე ჩვენ ძრავდი. გაუშვათ. იქნება და ვიდეოს ვიყენებ. აუ. აუ. ჩვენ დაგვინდო რა. აუდი არ გააფარჩაკა და პორშე რა. ერთი პატარა კრუგი დაარტყა. პატარა კრუგი და. ათხოვე შეიცნეკები ძალიან გემრიელი. ჩვენი გასაჭირი გვაქვს ჩემი კაი ნამგული აგვერია ორს თანტინა ჩავარცხეთ კისერში. ძალიან ცუდი აჩქარება აქვს, არასასიამოვნო. დაჟე ვიტყოდი, საჭესთან როცა არ ზიხარ, ვაფშე არ ასწორებს.